მოგესალმებით, მეგობრებო, ცოტა ესეთი ეზოთერული ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, ეზოთერულ ფსიქოლოგიური და იცით ძალიან ხშირად რო აკეთებ ხოლმე რუკებს, ხდება ესეთი ფორმულა, მაგალითად არის ან სატურნის დაბრუნება, ან დიდი სატურნის პერიოდი, ეს ორი სხვადასხვა არის, მაქვს ვიდეოები ამ თემებზე, რა არის სატურნის დაბრუნება, რა არის მთვარესთან რო სატურნი მიდის, ანუ დიდი სატურნის პერიოდი. ეს კიდე განსხვავებული არის და ამ ორივე კომბინაციებზე მაქვს ვიდეოები, მაგრამ მაინც მინდა შემოგთავაზოთ, როცა რთული პერიოდები გვაქვს ცხოვრებაში და აქ თუ განსაკუთრებით სატურნი არის ჩართული, ეს ეზოთერულად როგორ შეგვიძლია, ისე ვთქვათ, ავხსნათ ჩვენში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ეს პერიოდი რაღაცნაირად ჯერ დავინახოთ, რატომ არის, რისთვის არის და მერე დავიწყოთ მუშაობა საკუთარ თავზე. ეხლა საერთოდ როგორი რაღაც არის, იცით, აი ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი რამ, რომ თუ განსაკუთრებით სატურნის პერიოდებში ეს ჩანს, თუ გვაქვს ისეთი სირთულე, უკვე რო ფსიქიკაზე გვაწვება, უკვე ძალიან გამოუვალი სიტუაციები გვაქვს, ან უიღბლობა რო აეწყობა ერთმანეთს, ან გაჭედილი არის საქმე, არ მიდის წინ, ხო? აი პირდაპირ საქმიანი სფერო, ზოგს პირადია გაჭედილი. აი განსაკუთრებით სატურნის პერიოდებზე გეტყვით, როგორც წესი, იმიტომ ვაკბობ ამას, როგორც წესი სატურნის პერიოდში ხდება ხოლმე. მაგალითად, ან მზესთან გაგვდის სატურნი, ანუ ზოდიაქოთი ვართ, მაგალითად, თევზები და ეხლა სატურნი არის თევზებში. ან სატურნი ყავს დაბადების რუკაში თევზებში და ეხლა სატურნის დაბრუნება გვაქვს. ან მაგალითად, მთვარე ყავს თევზებში, ან მერწყულში, ან ვერცხლში, ეხლა იწყება, მაგ პერიოდში ზიან, ეხლა დიდი სატურნის დაბრუნება არის. თუ არ იცით როგორ გაიგოთ, მთვარესად ყავთ, იქ მზე, ზოდიაქო ეს ყველა მისის, მაგრამ ზოდიაქოს მიღმა კიდევ სხვა პლანეტებისად ყავთ, ხომ? აი მან შეგიძლიათ უკვე უბრალოდ დაგუგლოთ, როგორ შევადგინო პირადი რუკა და შედიხართ, ძალიან მარტივად ადგენთ ამას, ვისაც უფრო ღრმად გაინტერესებთ. სხვაშორის ეხლა გვაქვს ისეთი კაი კურსი დაწყებული ასტროფსიქოლოგიის რეალურ სივრცეშიც და ონლაინს. აი ძალიან ამაყი ვარ, რომ როგორც იქნა გაკეთდა უკვე ჯგუფური ღია საჯარო სასწავლო პროგრამა, ტრეინინგის ფორმატი აქვს და აი ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცებს ვასწავლე ხალხს, რაც აი ესე სისტემაში ვერ ჩასვამ, თუ ეს საბაზისოც არიცი და თუ ესე პრაქტიკული გამოყენებით არიცი, ახლა ისე გამახსენდა უცებ. და იქ გავდივართ, იმიტომ რომ შეიძლება უამრავ ვიდეოს მოусმინოთ სხვადასხვას, მაგრამ ვერ შეკრათ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია, ხომ? და აი შემდეგი ლეველი არის უკვე ამ მოსვენების შემდეგ უკვე რომ შევისწავლოთ ეს ყველაფერი, ხო? და სისტემაში ჩავცვათ და ამისთვის ცალკე კურსი მაქვს. სადაც შეგიძლიათ ახალ ნაკადს კიდე მერეც გავაკეთებ, ახლა იანვარშიც მექნება უკვე მეორე ჯგუფი, ეს უფრო მაღალი დონის, ვისაც თქვათ უფრო შემდეგ უნდათ მოსვლა. მოკლედ, კარგი სასწავლო პროგრამები მაქვს, Instagram-ზე შეგიძლიათ ნახოთ, Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეს პროგრამები და მაგ კუთხით მთლიანად შემიძლია გითხრათ, რომ იმ ხელა ინსტრუმენტები შემიძლია მოგცეთ, რომ გაცილებით თქვენ თავზე მუშაობა უფრო სიღრმისეული არის, ვიდრე თქვათ 10 ასტროლოგთან რომ მივიდეთ და გველაპარაკონო, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა ჩვენ ვეძებთ, როცა ჩვენ თავზე ვმუშაობთ, ეს არის რეალურად შედეგიანი და არა ვინმესთან მივიდეთ და იმან მოგვიგვაროს პრობლემა. რა თქმა უნდა, საბაზისოდ ხა სწავლასაც რო ვიწყებთ, პირველი ასტროლოგიური კონსულტაცია აუცილებელია ნებისმიერ ასტროლოგთან, თუნდაც გააჩნია კარგთან უნდა მიხვიდეთ. მნიშვნელოვანი არის, რომ უბრალოდ გაიგოთ რა არის კომბინაციები, როგორ ხედავენ ასტროლოგები, თქვათ, თქვენ რუკას, რომ ამ ბაზაზე მერე თქვენთვისონ დაიწყოთ სწავლა, ხო, ნებისმიერ კუთხით. ყოველ შემთხვევაში ფისო ყოველ შემთხვევაში მეგობრებო, აი როცა არის რთული გაჭედილი პრობლემები და პერიოდები, ჩემ პრაქტიკას მოგიყვებით, მე რას ვაკვირდები ამდენი წლის განმავლობაში, როგორები არის რეალურად ეს პრობლემები, ანუ რა სახის არის ეს პრობლემები და რა არის მიზეზი, თავარი, ყველაზე მთავარი. როგორც წესი, როცა სატურნის პერიოდს ვიძახით, სატურნმა იცის განსაკუთრებით ფისო განსაკუთრებით იცის სატურნმა იცით როგორ რაღაცების ჩართვა.
აი წარმოგიდგენთ შეჩერება. აი ვჩერდები, თქვათ იუპიტერი მყავს, ხო? იქ მერწყულში რო ყავდათ მათი გრძნეს, ყველაზე კარგად ეს შეჩერება, მაგრამ იუპიტერი მყავს თევზებში მაგალითად და ეხლა სატურნი გადის თევზებს, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიის ცოდნა, რომ მარტო ზოდიაქო რო გონიათ, ეგრე არ არის. მნიშვნელოვანი არის ყველა კომბინაციის ნენელა აკინძვა და დანახვა მთლიანობაში. ამის ჩვენ უფრო პროგნოზირებად შეგვიძლია ხა ვიცი მაგალითად რომ რამდენიმე წელში სატურნი სად გადავა ჩემთან უფრო ისეთ სერიოზულ კომბინაციებში და სრასთან ვიყო თადარიგი როგორ დავიჭირო მაგალითად ვისაც სატურნი ყავს სამთვარე ყავს ახლა კურო ზოდიაქოში ხა ვინც ერკვევით მიხვდებით უკვე თადარიგი უნდა დაიჭიროთ იმიტომ რომ სატურნი ნენალა მოდის თქვენ თვარესთან მე თქვენ ადგილას წინასწარ მოვემზადებოდი დავაგროვებდი მატერიალურს მაგალითად ან მივხვდები რომ რაღაცები მაქვს გასაანალიზებელი მაგრამ შეიძლება ამ სატურნის პერიოდებმა პირიქით რაღაც კარგიც მოგვიტანოს ხო და ამ შემთხვევაში აი არსი რომ აგიხსნათ ჩემ გამოცდილებით რას ხედავ როგორც წესი სატურნი მეგობრებო აქტიურებს ავტომატურად ლილითს როცა აქვს სატურნის პერიოდი იქ ლილიტზე მიდის დარტყმა და ლილიტზე მიდის დარტყმა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ლილიტი ძალიან გვაქვს ამოქოქილი ეხა ეს რას ნიშნავს შავმთვარე ვიცით რომ ლილიტი ანუ იგივე რომ ეს არის ნეგატიური კარმა მაგრამ რეალობაში ეს არის არასწორი ხედვები მოდით ესე ვთქვათ რომ ძალიან მაგარი გგონია თავი ლილიტის ზონაში და აი ბოლომდე ჩამოდივართ ქვევით. ანუ გვანარცხებს რეალობას და ამას აკეთებს სატურნი ყველაზე კარგად. სატურნი არის მატერიალისტური ენერგია, მეგობრებო. ეს არ არის სულიერება, როგორც ნეპტუნი, ან არ არის კოსმოსი, როგორც ურანი. ეს არის მატერიალური პრაქტიკულობა, აი რეალობას რომ ხედავ პირდაპირ. ეს არ არის შელამაზებული რეალობა, როგორც ნეპტუნი, თქვათ, კომბინაციაში სხვა პლანეტებთან, ხო? ეს არის ძალიან მშრალი, ცივი რეალობა, რომელსაც ვეჯახებით ცხვირით. თუ დაგვეწყო სატურნის რამე პერიოდში რთული პრობლემები, ესე იგი, ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებდით. ჩვენ ნენელა გადავედით უკვე არასწორ მოდელებზე, ილუზორულ ცხოვრებაზე. რას ნიშნავს ახლა ილუზორული ცხოვრება? აი, ჩემ გამოცდილებით, რომ ვუყურებ ხოლმე, მე ხვდებიან, იცით, ვინც ახლა ვისაც ინტელექტი ყოფნის ამისი, ნენელა უხმოვდებიან და ხვდებიან, რომ მე არ ვაკეთებდი რაღაცას სწორად. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ახლა ეს? მე მოვდივარ ცხოვრებაში სადაც ან გავცემ სულ, ან რაღაცა ილუზორულად უყურებ ადამიანებს, ხა ეგ ზოგადად ყველას ემართება და სატურნის პერიოდებში არ ტყამთ. ან პირიქით ძალიან ეგოისტურად ცხოვრობდი, მარტო ჩემთვის მინდოდა ყველაფერი. ხომ და განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებაში არის ეს ეგოიზმი და როგორი ეგოიზმი, ცით, განაშეგნებული ეგოიზმი. აი გაუცნობიერებელი, უბრალოდ რო სხვებს ვერ ხედავენ, თუნდაც მანქანაში რო ჯდებით, არავინ რო ერთმანეთს არ უთმობს და ეს არის ეგოიზმი, რომ ჩემს გარდა მე ვერაფერს ვერ ვხედავ, ვერავის ვერ ვხედავ, ხო ჩემი მინდა ყველგან გავიტანო. ამასაც თავის მიზეზი აქვს, ესეც ნიშნავს, რომ მე სადღაც ძალიან მაკლდა ჩემ თავზე ორიენტირება, ან იმდენი მომცეს, რომ მე ვეღარ დავინახე უკვე სხვები, ხო? და შესაბამისად, როცა მატენიან იმას, რაც შეიძლება არ მეკუთვნის, აქ ჩემი ინდივიდუალიზმის დანახვა მიჭირს, ხო? გარედან მოცემული არის ესე რომ ვთქვათ და მე ვერ ვხედავ, რომ მე უნდა ვიშრომო ამისთვის. ანუ ორივე სისტემა ძალიან პრობლემური არის. და მე მაგალითად არ ბრაზდები ან არ მწყინს უფრო მე შეცოდების თუ თანაგრძნობის განცდა მაქვს რომ ნუ პრობლემური არის ხო ესეთი ადამიანი მაგრამ ყველა ფაზაში ეხლა მე ძალიან მარტივ მაგალითს გიყვებით სიამოვნებაში ეს ძალიან ღრმა სისტემა არის და ღრმა თემა არის რაღაცა კუთხით მივდიოდით არასწორად ცხოვრებაში სატურნი რას აკეთებს აი ყველგან უკვე სადაც გაგვდიო და აღარ გაგვდის და გვაქვს უკვე აი როგორი წინაღობები იცით აი ერთი პროექტი არ გამოვიდა მეორე არ გამოვიდა იმასთან გამერთულდა ურთიერთობა ამასთან გამერთულდა აქამდე თუ რაღაც ჩემ ასპექტს პატიობდნენ ეხლა უკვე კონფლიქტში შევდივარ ხო ან ეხლა მაქვს თვალის ახლა რომ ესე აღარ მინდა ცხოვრება მინდა სხვანაირად მაგრამ თუ ლილიტის ზონაში გვარტყამს ეს ყველაფერი ხო აქ არ ვიცით ეს სწორად როგორ მივიღოთ და ვიწყებთ ასევე არაადეკვატურად ხო იმის მიღწევას რაც ჩვენ გვაკლდა მაგალითად დრგუნავდი ჩემ თავში სიყვარულს ეხლა მოვითხოვ სიყვარულს ესეც არასწორი ფორმა არის ხოლმე მაგალითად ხო მაგრამ
ესეც რაღაც კუთხით თვალის ახლა არის. აი ეს ცხოვრებისეული კრიზისები, რაღაც ფაზები, რომ აი ურთულეს პერიოდი მქონდა და გადავლახე, ამას როგორც კი ამბობენ. ვიცი რომ ეს სატურნთან უმეტესად სატურნთან არის ხოლმე დაკავშირებული, რომელიც ავტომატურად ააქტიურებს ლილითს. და ლილითის გააქტიურება რას ნიშნავს? მე შევედი ზონაში, სადაც არასწორად ვიქცეოდი. რაღაც სფეროში, რაღაც სიტუაციაში, ჩემ თავში მაგალითად არაცნობიერად, გაუცნობიერებლად მივყვებოდი რაღაც არასწორ დინებას და სატურნი მეუბნება რომ გაჩერდი და შეხედე კარგად ყველაფერს. სად ხარ ახლა? რა გინდა ცხოვრებაში, რისი მიღწევა გინდა და ყველაზე მთავარი, რატო არის სატურნის პერიოდები ყველაზე მტკინვეული? გვიგდებს თვითშეფასებას იდეაში და თვითშეფასებას რა კუთხით იცით, რომ მე რომ მეგონა სხვანაირად, აბსოლუტურად სხვანაირად აღმოჩნდა. მე ის გვაიძულებს, რომ ჩვენ შევიცვალოთ და ამ დროს უდიდესი ენერგია სჭირდება შეცვლას, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ჯერ ხდება, რომ მე ვერ ხვდები, რატო ჩერდები, რატო არ გამოდის რაღაცეები, რატო გამირთულდა გარემოსთან ურთიერთობა, რატო მე ვარ გაღიზიანებული თვითონ, ხო, უკვე ამ ყველაფრით. მერე იწყება რომ მე ნენელა ცნობიერად გავიგე, მაგრამ ქვეცნობიერი არის მეკობრებო, აი ინერცია ძალიან დიდი. იმის სხვა ტალღაზე გადაყვანას, აი უდიდესი ენერგია სჭირდება. პირველი ენერგია რა არის? საკუთარი თავის სიყვარული. ანუ რას ნიშნავს სიყვარული? ბევრს არ ესმის ხოლმე რომ ვეუბნები და არის აი კარგი თერაპიული მეთოდები, როცა საკუთარ თავს ხვდებით ქვეცნობიერად. აი როცა მეუბნებიან რომ აი ამ სატურნზე როგორ ვიმუშაო, პირველ რიგში ხვდებით საკუთარ თავს ქვეცნობიერად. ამის ტექნიკები არის ჩემ ჯგუფში სასწავლო პროგრამაში ამას გავდივართ აუცილებლად, ვასწავლი ამ მეთოდებს, რა არის საკუთარ თავში კონტაქტი. გვექნება შემდეგ შეხვედრაზე ცოტა იქით კარგი ესეთი თერაპიული მიდგომები, რუკის კომბინაციები, როგორ დავამუშაოთ ჩვენ საკუთარ თავთან შეხვედრით და აი ქვეცნობიერი პატარა მე, როცა ხვდებით ამ მეს, იქ ხვდებით როგორ გვაკლდა სიყვარული საკუთარი თავის. ეს არის მიმღებლობა, ხო, საკუთარი თავის. როცა მოდის მიმღებლობა, მერე გვეძლევა დიდი ენერგია, რომ გადავლახოთ ეგო. ყველაფერი არის მაინც ეგოსთან დაკავშირებული. ჩვენ გვიჭირს ეგოს შეცვლა, ანუ ეგოს შეცვლას ჭირდება მსხვერპლის გაღება. ამიტომ ვამბობთ, რომ ასკეზა, ასკეტური სხვადასხვა პრაქტიკები ძალიან მნიშვნელოვანია სატურნის პერიოდებში. ეს არის რაღაცაში მსხვერპლი უნდა გავიღოთ, რაღაცაში უნდა შევიზღუდოთ თავი და შეიძლება საქმეებმა ისე არ დაგვარტყას მერე თქვათ, თუ კვებაში ვიზღუდავთ თავს, თქვათ თუ აი რაღაცებში ვიზღუდავთ, რაღაც ძალიან მინდოდა მატერიალური და არ ვაკეთებ იმას, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად სამყაროსგან უკვე გაშვებული მსხვერპლი არის. ხომ რომ შენ რაღაცაში შეზღუდე თავი, შენ რაღაცაში გაუშვი შენი ეგო. სატურნის პერიოდში განსაკუთრებით არის ხოლმე აქტუალური ოცნებები, ნენელა რო მკრთალდება. თითქოს აღარაფერი აღარ გვინდა და სინამდვილეში არ გვინდა კი არა, ენერგია აღარ აქვს. რაღაცა რო გვინდოდეს, რაღაცა სანაცვლოდ უნდა დავთმოთ. ეს არის სამყაროს კანონები. ამიტომ ამბობ, ასკეზა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე. ან სულიერი ასკეზა, მაგალითად მე ძალიან მინდოდა რაღაცა, აი ვიღაცას აქვს ხოლმე რომ პირადი ძალიან უნდოდა, ხო, შავი მთვარე მაგალითად ან სასწორში ყავს, ან ლომში ყავს და აი ამ პერიოდებში აქვს რომ აღარ მინდა, არც პირადი აღარ მინდა, არაფერი არ მინდა. გარკვეულწილად შინაგანი შეთანხმება მიდის, რომ მე მსხვერპლს უკვე ვდებ, მივხვდი რომ არ მეძლევა, ძალიან ბევრი ხანი ვიტანჯე ამის გამო და ახლა გავუშვი. სინამდვილეში ეს გაშვება ჭირდება სამყაროს და როგორც კი უშვებთ, მერე გვეძლევა. ანუ აქ თამაშდება რომ სამყაროს ვაჩვენებთ რომ მე მზად ვარ ეს დავკარგო, მე მზად ვარ არ მივეჯაჭო ამ ყველაფერს. აი ვისაც უხანგრძლივდება ეს ტრამვები და ნეგატიური მოვლენები ცხოვრებაში, ესე იგი შინაგანი შეთანხმება არ აქვს ამასთან, მას არ უნდა ამის დათმობა, ან არ უნდა მიღება, რომ აქ არ აქვს ის ზონა, ხო, თავისუფალი და ეს ის კი არ ნიშნავს, მე ყოველთვის მეგონა რომ აი რაღაცა რო ძალიან გვინდა და არ გვეძლება, აი სამყარომ ესე გადაწყვიტა. სინამდვილეში სამყარო არის როგორ მოდელში იცით მოწყობილი, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენმა მეორე ქვეცნობიერმა მემ გადაწყვიტა, რომ ის არ მივიღოთ, იმიტომ რომ ვიცით რომ სულისთვის ეს აზიანოა. ანუ რაციონალურს ან შინაგან მეს უნდა მატერიალური სიამოვნებები, თუნდაც ბედნიერი ვიყო პირად ცხოვრებაში. ესეც
ცნობიერის ნაწილია, ცხოველური ინსტინქტების ნაწილი არის, რომ მე კარგად მინდა ვიცხოვრო და ქვეცნობიერმა სულიერ სიბრტყედან იცის, რომ ეს მის სულს ავნებს. ხორცისთვის კარგია, მაგრამ სულს ავნებს და აქედან მიდის ხოლმე უკვე შინაგანი მიზიდვა, ისეთი პროცესების მოწონთ ისეთი პარტნიორები, რომელიც ვერ მისცემს იმ ბედნიერებას, არ ხვდებიან იმ ადგილას, სადაც უნდა გაეცნოთ ვინმე სხვათა შორის და ხვდებიან სხვას, რომელიც მაინც კარგ როლს აშიასრულებს. ან ქვეცნობიერი გვამოძრავებს. და მე ერთ რაღაცას მივხვდი, მეგობრებო, რომ თუ ჩვენ შეთანხმებას ვაკეთებთ ჩვენს მესთან, ხორციელ მესთან, ცნობიერ მესთან, ქვეცნობიერის შეთანხმება ცნობიერთან, რომ კი არ გეძლება, მაგრამ შეგიძლია სხვა რამე აკეთო, შეგიძლია სხვაგან მიიღო ეს ბედნიერება, შეგიძლია მატერიალური თუ არ გეძლება სულიერად გაიხსნა, ხო? და საბოლოო ჯამში მაინც იღებ, შეიძლება უფრო მეტი მიიღო, ვიდრე შენ ძალიან გინდოდა. და აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ სასარგებლო არჩევანი გავაკეთოთ სულიერების სასარგებლოდ, მოდით ესე ვთქვა, სულის სასარგებლოდ. ხშირად მეუბნებიან, რომ აი რამე გამიკეთე, რომ ეს სატურნი დავძლიო. აი ეს წარმატება ოღონდ ეს მქონდეს და ყველაფერზე წამსვლელი ვარ ზოგი. მაგალითად, თუნდაც ჩემთან რომ მოდიან ხოლმე, ვეკითხები ზოგს, რომ აი რა ხდება, რა პრობლემები გაქვს, რატომ მოდიხარ და უმეტესად არის, რომ აი კარგად ბედნიერი ვარ და უბრალოდ მაინტერესებს, ეს არ არის ხოლმე ესეთი ხშირი. უფრო მეუბნებიან, რომ აი ხა მაქვს ძალიან რთული პერიოდი. აი რთული პერიოდი გავიარე და რისთვის? ანუ აქ უკვე სიამოვნებით ჩვენ ვებღაუჭებით რას იცით, რომ არ გვინდა გაშვება. რაღაცა კუთხით, აბა რამე მაინც გავიკო. ან რა გავაკეთო ისეთი, რომ ის მივიღო. და ნუ მანდა ესე ვარ ხოლმე, ხა მე ძალიან ისეთი გახსნილი ასტროლოგი ვარ. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის სამყაროს კანონები, იმიტომ რომ მეც გავიარე ეს, მეც მქონდა ის, რომ ძალიან მინდოდა რაღაც, მაგრამ ბოლო მივხვდი, რომ უნდა დამეთმო, კლანჭებიდან და გამეშვა. და ზოგჯერ ეს არის ხოლმე ჩვენი მისია, რომ რაღაც უნდა გაუშვათ, ზოგჯერ სატურნის პერიოდი, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ დამარცხება, უნდა გავძლიერდეთ პრაქტიკულობაში, მაგალითად თუ მე კარიერაში რაღაც ჩავარდნა მაქვს, ნუ ჩხუბობთ კატებო. თუ ჩავარდნა მაქვს კარიერაში, შეიძლება სამყარო მთხოვს ახლა რომ გავჩერდე, გავაანალიზო, რაღაცები შევცვალო, პრაქტიკული გავხდე უფრო. შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთება მომწიოს, ანუ ვიბრძოლო კი არა რომ ოღონდ ეგ მივიღო. ლავირება ვისწავლო, ესე იგი რაღაცაშია საქმე, ესე იგი რაღაცას მთხოვს სამყარო, ხო, რომ რაღაცა მაქვს გასასწორებელი ცხოვრებაში. შესახედი მაქვს ცხოვრების დაცხეს. მაქვს ცხოვრებას უნდა შევხედო ცოტა პრაქტიკულადაც, ლავირება ვისწავლო. განაესე რომ აი ოღონდ წარმატება მქონდეს, ოღონდ ყველაფერი მაგრა იყოს და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. არა, არ გამოდის, მოდი გადავაწყობ გეგმებს, ნახოთ რა გამოვა. აი ეხლა ბევრი მეუბნება რომ კი ეს პრინციპი მაქვს სულ ჩართული და მე რა ქვეცნობიერად დავიწყებთ ხოლმე მუშაობას, ხვდებიან რომ არ არის ინგრევიან ძალიან განსაკუთრებით მათ აქვთ ეს პრობლემა, ვისაც ძალიან უნდათ წარმატება, ხა ყველა წარმატება და კარგად ცხოვრება, ხო ეს ცხოველური ინსტინქტია ესე რომ ვთქვათ, ხო მატერიალიზმი არის ჩვენში დიდი დოზით სადაც აი ეს სიმშვიდე უსაფრთხოებას ყველაფერი უნდა გქონდეს. ეს არ არის ცუდი, ეს აუცილებელი არის. უბრალოდ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამასთან რბოლაში რომ ეს მივიღოთ, არ დავინგრეთ. თუ არ არის და უფრო ჯოჯოხეთად იქცევენ ხოლმე ცხოვრებას, ვიდრე თქვათ, თავიდანვე რო არ ქონოდა, ხო? და აი აქ რაც უფრო დიდი სურვილები გვაქვს, დიდი მისწრაფება, წარმატების, ხო, ეს წარმატება უფრო იუპიტერი არის ჩვენთან. რამდენად იღბლიანი მინდა ვიყო, რამდენად კეთილდღეობა მინდა მქონდეს, ეს იუპიტერი არის ჩვენთან და აი ამ იუპიტერის ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე, თუნდაც ნათალურ რუკაში, მერე ტრანზიტში, რომ ეს იღბალი, ეს იღბლიანობის შეგრძნება რამდენად ის არის რამდენად თამაშდება ჩვენ ცხოვრებაში, ან რამდენად ვერ თამაშდება, ხო? და აი როცა მასლოუს პირამიდას ამბობენ, რომ აი ჯერ საჭმელი უნდა გქონდეს და მერე აღიარება სოციუმში და ეს ყველაფერი, აი ეს პლანეტები უნდა იყოს დაკმაყოფილებული. თუმცა თუ არ არის დაკმაყოფილებული, ამის გამო ჩვენ არ უნდა ვიყოთ გადავარდნილი დრამაში.
ეს მნიშვნელოვანი. უნდა გვესმოდეს რის გამო. უნდა იყოს უფრო სულიერება, ხო ხდებით, რას გულისხმობ, უფრო ზევით, რაც ჩემ პრაქტიკაში არავის არ უნდა ამის მიღება ხოლმე უმეტესად, ეხა არავის ეგრე არ არის. მაგრამ მაინც ვეპოტინებით, სულ ვეპოტინებით, იქნებ რაღაცა გამოვიდეს. და ძალიან იშვიათად რომ მზად იყოს ადამიანი და ყაროს ფარხმალი და სინამდვილეში ამით გამოაცხადოს საკუთარ თავთან ბრძოლა. ხანდახან გაჩერება, განსაკუთრებით სატურნის პერიოდში და ეს გაჩერებას არ გულისხმობ რომ დავჯდეთ არაფერი არ გავაკეთო, ეს არ არის გაჩერება. გაჩერება არის ის რომ მე მესმის რომ აქ რაღაცებში რაღაცა პერიოდი არ მექნება წარმატებები და გამარჯვება ისეთი დოზით როგორც სხვა დროს და ან მეორე მომენტი როცა მე ვხვდები ეს უკვე რთული ვარიანტი უფრო დიდი სატურნის დაბრუნებასთან არის ხოლმე კავშირში მე ვხვდები რომ რაღაცნაირად არასწორად ვიქცეოდი და ეხლა მთლიანად უნდა შევიცვალო უნდა შევცვალო ჩემი ქცევები ჩემი ხედვები, ჩემი მენტალობა, ჩემი გარემოცვა და ეს იმხელა ენერგიას მოითხოვს მეგობრებო. აი საკუთარი თავის შეცვლა ეს არის ყველაზე რთული, რაც შეიძლება გავაკეთოთ და დიდ ენერგიასთან ერთად უბრალოდ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. დასწავლელი ქცევა ბავშვობიდან არის, ესე მივიღე სამყარო და ეხლა მიწევს რომ იმ ბავშვობის დასწავლილ ქცევას და ბავშვობის მოდელებს, რაც ჩამიდეს, რაც დავინახე, რაც შევისრუტე, თავიდან უნდა შევცვალო. ყველაფერი გადავაკეთო, გადავაპროგრამო და თან რამდენამეს უნდა ვაცნობიერებდე, რამდენად უნდა დაშლილი მყავდეს ჩემი თავი, ხო ხვდებით, რომ ამ ხელა სურათი დავინახო ფართოდ და ზევიდან. და ეს არ არის 1 დღის და 2 დღის, ეს არის 1-3-4 წლის საქმე, ნენელა დავიწყოთ ჩაღრმავება, გავშიფროთ იქ დედასთან როგორი ურთიერთობა მქონდა, იქ მამასთან როგორი, წარმატების მიმართ როგორი დამოკიდებულება, ურთიერთობებში როგორი ვარ, რაც ასტროლოგია გვეხმარება, ხო? აი ამ ყველა შრის დანახვაში, ხო? და ეს არის უკვე გამზადებული ფორმულები, მეგობრებო, აი მე თუ თავშიც არ მომივა რაღაცეები, ხო, რომ გავიფიქრო და დავინახო, ასტროლოგიურ კომბინაციას შეუძლია უცებ, ან ასტროლოგს შეუძლია უცებ მიგითითოთ, აქ დაფიქრდი, ამას მიაქცე ყურადღება, წესით ეს არის შენი მოდელი, ანუ გამზადებული ფორმულები არის აქ, უდიდეს ენერგიასაც ბზოგავთ ამით. და ნუ აი ჩემ გამოცდილებას გიყვებით თქვენც ჩემ მსვენელები აქ ხართ სადაც მე ვარ და ამიტომ გიზიარებთ და ამიტომ უფრო გავაკეთე სასწავლო პროგრამა ესეთი ჯგუფური რატო არის მნიშვნელოვანი გახსნილი ჯგუფური გავდივართ ერთმანეთის რუკებს თვითონ ნახულობენ მე უკავშირი არის იქ ჯგუფიდან და ფაქტიურად თერაპიული მეთოდიც არის ხო ეს არის რაღაცნაირად რო ხვდები რომ მარტო არა ხარ ჯერ community გარემო არის ისეთი რომ აი ყველა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ბევრისთვის გვესმის ყველას ერთმანეთის და ნუ აი ისეთი გარემო არის რომ აი ამ ყველაფერს გავდივართ აი შენი ვენერა სად არის, შენი სტიქიები სად არის, შენი პირველი სახლი სად არის, აი ვაწყობთ ადამიანის პორტრეტს თავი და ბოლომდე. ეს არის ყველაზე კარგი მუშაობა საკუთარ თავზე, თუმცა ვისაც ახლა ასტროლოგიის სწავლა არ უნდა, მაგრამ შეუძლია ხო იქ ასტროლოგთან მივიდეს, ან შეუძლია უბრალოდ დაფიქრდეს ხო, კიდე ასტროლოგიის მიღმა. როგორი ვიყავ იმ ბავშვობაში, რა მოდელები მივიღე ამ ბავშვობიდან ფსიქოთერაპიები გაიაროს, ფსიქოლოგთან იაროს მაგალითად, დაქალს დაელაპარაკოს, გაცნობიეროს, ინსტრუმენტებიც საჭირო არის ამას სწავლა უნდა მეგობრებო, ახლა ძალიან ისე ასტროფსიქოლოგიაშიც თუნდაც რომ ვამბობ მე ასტროფსიქოლოგიას, ერთ 7 წელია თერაპიებზე დავდივარ და 5 წელია ინტენსიურ თერაპიებზე, სხვადასხვა მიმართულებებზე, სწავლობდი კიდეც ფსიქოლოგიას, ჯგუფური თერაპიების მქონია, სხვადასხვა კურსები ამიღია. აქედან დავიწყე მე ასტროფსიქოლოგია. ხო, ესე გამოხატულად, ანუ ფსიქოთერაპიების გამოცდილებაც რო გაქვს, იცი ეს რაც არის. აქედან ხდებიან მე ასტროფსიქოლოგები, თორე ეს უბრალოდ რაღაცის მესმოდეს, ეგრე არ არის. მაგრამ მეორე მომენტი, ანუ ცოდნა უნდა ამას, თუნდაც ასტროლოგიური კუთხით, თუნდაც უბრალოდ ცხოვრებისეულად მე მინდა საკუთარ თავზე მუშაობა, სატურნის პერიოდი მაქვს, დამარტყა, პრობლემები შემექმნა, ან კითხვები მაქვს, რატომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცები რატომ ხდება, ეს რესურსები მეგობრებო, ყველაფერი თქვენშია.
ამას გარედან ვერავინ პასუხს ვერ მოგცემთ, ყველა დაგეხმარებათ გარშემო, იქ ფსიქოთერაპევტი, იქ ფსიქოლოგი, იქ ინფორმაციები დაგუგლავთ, YouTube-ზე ნახავთ ვიდეოებს, პიროვნული განვითარებაში გადავდივართ, ხო აქ და აი ამ კუთხით დაგეხმარებათ უკვე უამრავი ადამიანი. აი ხა თუნდაც კურსზეც ერთმანეთს უყვებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, ეს ეხმარებათ უკვე, ხო? ანუ გარშემო უამრავი ადამიანია ჩვენ დაგვეხმაროს გამოგვიყვანონ რთული სიტუაციიდან. ან დაგვანახონ სწორი გზა, მაგრამ თქვენ უნდა დაინახოთ, თქვენ უნდა გინდოდეთ ეს ყველაფერი. თქვენს რესურსი უნდა გქონდეთ და რესურსი მოდის სურვილისგან, მეგობრებო. მაგიტომ არის სატურნის პერიოდში ძალიან გვაწვება ცხოვრება. ფაქტიურად სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს, უნდა დავინახოთ, უნდა შევხედოთ თვალებში. იქ ცოლმა მიგვატოვა, იქ ქმარმა მიგვატოვა, იქ შვილი გაგვექცა, იქ სამსახური ჩამოგვექცა, იქ ვერ ვთხოვდები, ან არ ვთხოვდები, ესეც განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევია. იქ სტრესში ვარ გარემოსგან, იქ გარემოს ვაყენებ სტრესში, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თქვენში რაღაც არის სამუშაო. მაგრამ მე ყველაზე კარგ რაღაცას გეტყვით ახლა სატურნის პერიოდის დაწყებამდე ბოლო 3 წელი არის ხოლმე იდეალური. ყველაფერი არის ძალიან კარგად. და მანდ არის ხოლმე ყველაზე მთავარი. აი მე მაგალითად მართალი რომ გითხრათ, რაც უფრო ყველაფერი კარგად არის, იქ ეგრევე უღრმავდები. რა ხდება ჩემ ქვეცნობიერში? სადმე არ მივეჯაჭო ამ კომფორტს. სადმე არ მივეჯაჭო უმოძრაობას მაგალითად, ხო? ანუ აქ უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რომ კრიზისები და პრობლემები, ეს არის ყველაზე დიდი წყალობა, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, იმიტომ რომ ისევ გადავდივართ. კრიზისები და უბედურება და პრობლემები არ ნიშნავს, რომ სამყარო გსჯის, ან რთული პერიოდი. მაგ პირიქით, ეს არის პერიოდი, როცა ამოტივტივ და დაგროვილი პრობლემები. ხან კარგი პერიოდი გვაქვს, ხან ცუდი, ხო? ანუ ცუდი ესეთი გაგებით. სიამოვნებაში ის არის ძალიან კარგი. ის მიგვითითებს სულიერად გავიზარდოთ. ამიტომ მთავარი გაცნობიერების და მთავარი სულიერების მაღალი შრე არის, როცა ჩვენ ვუყურებთ ჯერ ცვლით დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ. აი გვაქვს რაღაც სამსახურში, კარიერაში გაჩერება, ჩაუღრმავდეთ ჩვენ თავს. ჯერ ჩაუღრმავდეთ რა არის ჩვენთვის წარმატება. ან იქნება აქამდე თუ გავდიოდით, ეხლა ვეღარ გავდივართ, იმიტომ რომ რაღაცები დავაკელით იმ პერიოდს. რაღაცები სწორად არ გავაკეთეთ. ხო, აი ძალიან პრაქტიკულად სატურნის პერიოდი განსაკუთრებით, აი პრაქტიკულად უნდა დავჯდეთ, გავიაროთ ყველაფერი. რას ვაკეთებ რა სწორად? სატურნი მოითხოვს მოთმინებას. ანუ შფოთოში არა დროზე მითხარით როგორ მოვაგვარო, არა, აი დავჯექი და რასაც აქამდე არ ვაკეთებდი. მოდი შევხვდე ჩემს საკუთარ თავს. ვინ ვარ? როგორ ვიცხოვრე? რა ხდებოდა მანამდე? აი, უბრალოდ უღრმავდები ჩემ თავს და ვიწყებ ფიქრს. აი ეს უნდა კიდე სამყაროს, ძალიან მნიშვნელოვანი და სამყაროს ნამდვილად ჩვენ ვართ. ჩვენ გვინდა ჩვენს სულიერ ნაწილს უნდა ეს და ეს სულიერ ნაწილი ეზოთერულად არის სამყაროს, მოდით ესე ვთქვათ, სულიერ სამყაროებთან მიერთებული და აქვს გლობალური ხედვა. მან უკეთ იცის, უფრო ფართოდ ხედავს სამყაროს, მასში, აი როგორც ეზოთერულად ამბობენ, რომ ჩვენში ნაწილი ღვთიური არის და ეს ღვთიური გადის პირდაპირ იმ სამყაროებთან, უფრო მაღალი ვიბრაციების სამყაროებთან და მას აქვს აი უზენაეს მესროვ ეძახით ხოლმე. მას აქვს კავშირი უფრო მაღალ ინფორმაციებთან. შესაბამისად ის გვეუბნება უკვე რომ რაღაცები იმ სამყაროსთან არ არის შესაფერისი. და ეს მატერიალისტური ჩაბღაუჭება, რომ გინდა თუ არა მე ძალიან კარგად უნდა ვიყო უღუნთ, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. სულიერი კარგებისთვის ეს მაინც არ არის სწორი. მაგრამ არც ის არ არის სწორი, მე ძალიან სულიერი ვარ, არავინ არ მინდა და წავიდე იზოლაციაში. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ ეხლა უკვე ეპოქა მოდის, რომ სულიერება და მატერიალიზმი უნდა გავაერთიანოთ ერთად წავიღოთ. მატერიას თავისი მივცეთ, კეისარს კეისარის მივცეთ, კეისრისა მივცეთ და სულიერს ღვთისა მივცეთ. აი ეს მოიტანა ქრისტემ, ხო ეს ცოდნა და ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ.
ეს არის, ქრისტიანული ეზოთერიზმი ეს არის ზოგადად და აი ეს პერიოდები, სატურნის პერიოდები ყველაზე კარგად გვახედებს რას ვაკეთებთ არასწორად. აი თუნდაც ჩემთან როცა მოდიან ხოლმე რუკაზე და თუნდაც დიალოგი გვაქვს, ხედავ სატურნის პერიოდი აქვს, მიმოვიხილავთ რაღაც, რა არის მისი მისია, რა ხდება მის ცხოვრებაში, მაგრამ მე რო უფრო ფსიქოლოგიურად ვლაპარაკობთ, აი რო ვიკითხებ, როგორ ვფიქრობთ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი? აი ელემენტარულ კითხვებს ვამ, აი ფსიქოლოგთან რო ვართ ხოლმე და რო გვეკითხება, აი დაახლოებით ეგეც და ნელა თვითონაც უჯდებათ, აი აცნობიერებენ, ხო მარტო ტვინტ კი არა, შიგნიდან გრძნობენ, რაზე გვაქვს ლაპარაკი აქ, რო კი, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და მე რა ხვდებიან, რომ ეს ცუდი პერიოდი კი არ არის, დროა მოსული ცვლილებებისთვის. რაღაცა უნდა შეიცვალოს. იგივენაირად აღარ შეიძლება გაგრძელდეს. ასევე არის თქვა ნერვოზული ფონი რო აქვთ აქტიური. არ წამიქციო გეხვეწები. როცა აქვთ აქტიური ნერვოზების ფაზა, მძიმე მოვლენები, ხო აი შინაგანაც უდათ არის, პანიკური ატაკები აქ ადამიანს, რაღაცა აი ძალიან მძიმედ არის. ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებს. ესე იგი აი ამ ისეთი დაგროვდა, ან შინაგანთან არ აქვს კონტაქტი უბრალოდ ადამიანს, ხო ფსიქოლოგიურად არ არის შინაგანად წვდომაში საკუთარ სურვილებთან. ან იქცევა საწინააღმდეგოდ საკუთარი სურვილების, ან აქონდა დიდი დაუკმაყოფილებლობა საკუთარი სურვილების. შესაბამისად ან აიგნორებდა, ან რაღაც არასწორად ექცეოდა, ან ხელს არასწორად ექცეოდა, ან ემოციას არასწორად ექცეოდა და განსაკუთრებით ამ პერიოდში არის ხოლმე რომ სატურნის პერიოდებში რომ ეს უკვე ძალიან შესამჩნევი არის და ამოტივირებული. და ძალიან კარგი საშუალება არის, თუნდაც ნერვოზული ფონი იმუშაოს ადამიანმა საკუთარ თავზე. დაიწყოს თერაპიები, ისწავლოს აი ჩაღრმავება საკუთარ თავთან, კონტაქტზე გასვლა საკუთარ თავთან და მე ლაგდება ხოლმე ყველაფერი. ანუ რაღაცა გვაწუხებს ამ დროს შინაგანად და სიამოვნებაში ეს არის მთელი ჭეშმარიტება სამყაროსეული. ხა რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ შემოგთავაზეთ ეს ინფორმაცია, უბრალოდ მართლა ძალიან ხშირად ხდება ეს თემა აქტუალური და ცალკე მინდოდა ამიტომ ჩამეწერა კიდე ვიდეო რას ვაკეთებთ სატურნის პერიოდში ან კრიზისების პერიოდში ან რატომ იქნება პრობლემები ეზოთერულად ხო აი უფრო ამ მიმართულებით ჩანს ხოლმე ეს თემა უფრო ამას ეხება და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და სუბოლოში მახსენდება ხოლმე, მაგრამ თუ დალაიქებთ ვიდეოს, კარგი იქნება. იმიტომ რომ იმდენი ნახვა აქვს ხოლმე და ისეთი ცოტა ლაიქები მერე და კარგი იქნება თუ უკავშირს თქვენს ამ მიმართულებით გამუშვებთ, რომ მოგწონთ, რომ ღირებულია თქვენთვის ეს ჩემი ესეთი დროის ხარჯვა, ენერგიის ხარჯვა, რომ ხედავთ და გაინტერესებთ და მადლობა კიდევ ერთხელ რომ ისმენთ და დროებით.